60-იანი წლების არქიტექტურაზე საუბრისას ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ აღნიშნოთ ის რაღაცა ძმები და პროცესები, რაც დაიწყო 50-იან წლებში საბჭოთა კავშირში ზოგადად. ორი დეკლარაცია გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელმაც გარდატეხა მოახდინა საბჭოთა არქიტექტურის განვითარებაში. და ეს ორივე ბრძანება იყო მიმართული ეგრეთ წოდებულ ბრძოლასთან არქიტექტურაში ზედმეტობებთან დაკავშირებით, რაც იგულისხმებოდა იმაში, რომ უნდა მოხდარიყო მაქსიმალური ინდუსტრიული წესით არქიტექტურის წარმოება, მშენებლობის წარმოება, მექანიზაცია და ამავდროულად უნდა გაიაფებულიყო მშენებლობა მაგის ხარჯზე. და ეს რეფორმები უფრო იყო მიმართული საცხოვრისის კრიზისის გადასაჭრელად, რომლის წინაშე დადგა საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ეს პროცესები თქვათ ინდუსტრიალიზაციის 40-იან წლებში დაიწყო, თუმცა 50-იან წლებში საერთოდ სხვა ის შეიძინა უკვე მასშტაბი და ეს უკავშირდება ხრუშჩოვის მმართველობას საბჭოთა კავშირში. ამავდროულად, რაც მნიშვნელოვანია ალბათ რომ ითქვას, იმიტომ რომ იგივე არქიტექტორებს ჰქონდათ წვდომა ახალ ტექნოლოგიებთან და რაღაც მიღწევებთან, რომელიც პრინციპში უფრო დასავლეთის ქვეყნებში ვითარდებოდა ეს რაღაც ტექნოლოგიური წინსვლა, ამიტომ მათ მიეცათ საშუალება, რომ გაცნობოდნენ იმ პროცესებს, რაც თქვათ 60-იან წლებში მსოფლიოში უფრო დასავლურ ქვეყნებში მიმდინარეობდა ამ არქიტექტურის განვითარების კუთხით და არქიტექტურა ნელ-ნელა შორდება ამ სახელოვნებო დისციპლინას და უფრო მეტად განიხილება როგორც დარგი, რომელიც არის დაკავშირებული ინჟინერიასთან და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, იმიტომ რომ ცენზურა უკვე არქიტექტურაზე საერთოდ სხვანაირად ვრცელდება და ბევრად ნაკლებია, ვიდრე ვთქვათ სხვა ვიზუალური ხელოვნების სხვა დარგებს თუ შევადარებთ. ასევე იწყება ეს რაღაც ახალი მასივების შენება მთელ საბჭოთა კავშირში, ამ ტიპიური პროექტებით. და პარალელურად ჩნდება ესეთი ტიპოლოგია, რომელსაც ქვია რაღაც special buildings, ესე ვეძახით, ანუ რაღაც საგანგებო შენობები, სადაც უკვე არქიტექტორებს ეძლევათ საშუალება თავიანთი საავტორო ნამუშევრების განხორციელების. და ეს იდეები თავიდან აქტიურდება 60-იან წლებში და ძალიან ესეცია მნიშვნელოვანი ხდება არქიტექტურის თეორიულ აზროვნებაში საბჭოთა კავშირში. აქ ასევე შემოდის ეს იდეა, ისინი ეწინააღმდეგებიან, აკრიტიკებენ რაღაც სტალინურ არქიტექტურას და იმ რაღაც თეორიულ დისკურსს, რომელიც ამ პერიოდში განვითარდა. უპირისპირდებიან იმ იერარქიულობას, თქვათ, რაც ამ სტალინურ თეორიულ თუ პრაქტიკულ აზროვნებას ახასიათებს. იქნება რაღაც ახალი რეალობა, სადაც თქვათ, ყველა რესპუბლიკას, ანუ რომელიც შედის საბჭოთა კავშირში, აქვს რაღაც თანაბარი მნიშვნელობა და ყველა ეს კულტურა, რომელსაც ეს რესპუბლიკა ატარებს, ხდება თანაბარი მნიშვნელობის, თუმცა ამ ყველაფერმა უნდა შექმნას რაღაცა ერთი, რომელიც არის ეს რაღაცა საბჭოთა არქიტექტურა. დამაბნეველი მოცემულობა იყო არქიტექტორებისთვის ეს, იმიტომ რომ რაღაც ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაც იმას იდეებს ანვითარებს. ყველა რესპუბლიკამ თავისებურად უპასუხა ამ გამოწვევას. და ნუ მათ შორის საქართველო. საქართველოში რაც არის ამ პერიოდში კიდე საინტერესო, აი რაღაც ლოკალურ კონტექსტზე რო ვილაპარაკოთ, რომ პრინციპში 60-იანი წლები არის პერიოდი, როდესაც ასპარეზზე გამოდიან ქართველი არქიტექტორები, რომლებმაც განათლება მიიღეს საქართველოში, იმიტომ რომ 40-იან წლებში უკვე უმაღლესი სასწავლებლები არქიტექტურის და მშენებლობის შესწავლის ჩნდება თბილისში. სამხატვრო აკადემიაში და ტექნიკურ უნივერსიტეტში და ანუ ეცემათ ადამიანებს შესაძლებლობა რომ დაეუფლონ ამ პროფესიას და ამავდროულად ის არის საინტერესო რომ ზუსტად 40-იან წლებში იწყება იგივე ქართული ხელოვნების და ქართული კულტურის მეთოდოლოგიური შესწავლა კონკრეტული მეთოდით მეცნიერებათა აკადემიის და ხელოვნების ინსტიტუტის ბაზაზე. და ხშირად აი ამ ინსტიტუტის თანამშრომლები არიან ასევე ამ არქიტექტორების პედაგოგები და
შესაბამისად, ეს ახალი თაობა არქიტექტორების ძალიან კარგად იცნობს ქართული ხელოვნების ისტორიას და ეს თითქოს ჩანს შემდეგ მათ პრაქტიკაში და მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში. ამ პავილიონს, აი ამ კონკრეტულ მეტროსადგურს რო დაუბრუნდეთ, შესაძლოა მაგ ხას აგრძელებს. როდესაც თქვა ყველა რესპუბლიკაში დაიწყო იმ რაღაც ხელობების, მიმდინარეობების, მედიუმების აღდგენა, რომელიც ისტორიულად დამახასიათებელი იყო ამა თუ იმ კულტურისთვის. და ჩვენ საქართველოში ძალიან დიდი სკოლა გვაქვს ჭედური ხელოვნების. და შეიძლება ესეც რაღაცნაირი კავშირშია ამასთან. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რაც არის თქვა ამ ინტერიერში არის აი ეს სპილენძის პანო ჭედური ტექნიკით შესრულებული, ძმები გიგაურების ავტორობით არის გაკეთებული. კონტრასტულობის იდეას თქვათ რაღაცნაირად კიდე ანვითარებს, იმიტომ რომ აი თქვათ ეს რაღაც შავი ლაქა ძალიან საინტერესოდ იკითხება აი ამ თეთრი კედლების ფონზე. ეს არის ეს ღრმა ჩაწოლის ტიპოლოგიას განეკუთვნება ეს სადგური, რაც გულისხმობს იმას, რომ სამივე გვირაბი არის ცალ-ცალკე გათხრილი და ჩვენ საკმაოდ ღრმადა ვართ მიწის დონიდან. მქონდა ისეთი დამოკიდებულება, რომ ძალიან ფაქიზი დამოკიდებულებით დაგვემონტაჟებინა და შემოგვეტანა თანამედროვე ხელოვნება ამ სივრცეში. ესეც უკავშირდება კონტექსტს, იმიტომ რომ ეს რაღაც სწორი და არასწორი გზა მაგისი, რომ თანამედროვე ხელოვნება როგორ შეიძლება შევიდეს საჯარო სივრცეში, ესე არ არსებობს. მაგრამ ჩვენს კონტექსტში, როდესაც თქვა იგივე კულტურული მემკვიდრეობის მიმართ არ არის რაღაც ისეთი ძლიერი პოლიტიკა და პრინციპში ანუ უკანასკნელი აწლეულების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რაღაც დაიკარგა და გაქრა და დამახინჯდა. აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად ფაქიზი ინტერვენცია გაგვეკეთებინა და ამიტომ ავირჩიეთ მხოლოდ რამდენიმე ფანჯარა და ზედა რეგისტრი მანიფესტაციისთვის თუ როგორ შეიძლება ვთქვათ, როგორი სენსიტიურობა შეიძლება გქონდეს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. ესეც რაღაცა ეგეთი კურატორული რაღაცა აქტი იყო და გადაწყვეტილება და მე მგონი ძალიან კარგად იმუშავა ამ ნამუშევარმა, რომელიც თან არის, თან არ არის, თან რაღაცა განწყობას ცვლის თითქოს, მაგრამ ძალიან ესეთი რადიკალური ინტერვენცია არ არის და პრინციპში აი არანაირი დომინაცია ამ ნამუშევრით ამ სივრცეზე არ ხდება და ეს განწყობა ვთქვათ, რაც იყო ჩაფიქრებული არქიტექტორების მიერ არ ირღვევა, რაც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია.